გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს გავაკეთებთ ერთადერთ და განუმეორებელ ჩაკაფულს. ყველამ ვიცით, რომ ჩაკაფულისთვის როგორც უმაღლესი ხარისხის ხორცია მნიშვნელოვანი, ასევე მწვანილი. საოცარი სიახლე აქვთ Herbia Delivery Cheese. შეგიძლიათ შევუკეთოთ 1 კილო ხორცზე განკუთვნილი რაოდენობის მასალა, რაც საჭიროა მთლიანად ჩაკაფულისთვის. უმოკლეს დროში მიიღებთ სახლში უმაღლესი ხარისხის ხორცს და მწვანილებს. ხო და შევუდგეთ ჩაკაფულის გაკეთებას. პირველ რიგში ტარხუნას ვაცლით უხეშ ღეროებს და ვჭრით სასურველ სისქეზე. მე მიყვარს, როდესაც ყველაფერი არის წვრილად დაჭრილი. დაჭრილ ტარხუნას ვათავსებთ ცალკე თასში. ქინცაც ვაცლით უხეშ ღეროებს და ვჭრით, შემდეგ კი ვათავსებთ ტარხუნასთან ერთად თასში. ოხრახუშს ვაჭრით ღეროებს, ვჭრით და ვათავსებთ დანარჩენ მწვანილებთან ერთად. ვჭრით მწვანე ხავხს, ახალ ნიორს და მწვანე წიწაკას და ვათავსებთ იმავე თასში. ნახეთ რა ლამაზია და თან ისეთი სუნი დგას გარშემო. მწვანილებს ვურევთ კარგად ერთმანეთში, ცალკე ვჭრით ერთ თავ ხავხს წვრილად. ახლა კი ხორცის დრო მოვიდა. მე გამოვიყენე ხბოს ხორცი. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ ბატკნის ხორცი. ხორცს ვჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად, ახლა კი დავიწყოთ ჩაკაფულის აწყობა. ქვაბის ძირზე ვათავსებთ დაჭრილ ხავხს, ზემოდან დაჭრილ კარაქს, ვალაგებთ ხორცს, შემდეგ ვფარავთ მწვანილის მიქსით, ვაყრით მარილს, შავ წიწაკას და ვალაგებთ ტყემალს. მე ვამატებ ხოლმე ტყემლის წვენსაც რამოდენიმე სუფრის კოვს. ვალაგებთ ისევ რამოდენიმე კუბიკ კარაქს და ვიმეორებთ იგივეს. პროცესს ვიმეორებთ მანამ, სანამ მწვანილი და ხორცი არ დამთავრდება. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად ვამთავრებთ მწვანილის ფენით. ზემოდან ვალაგებთ ისევ კარაქს, ვასხამთ 1 ჭიქა ღვინოს, ვახურავთ თავსახურს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე. ჩაკაფულის მომზადებას სჭირდება დაახლოებით საათნახევარი 2 საათი. რომ იცოდეთ, რა სუნი დგას გარშემო, ესე საოცრად გამოიყურება ჩვენი კერძი, თუ გააკეთებთ, აუცილებლად გამიზიარეთ, როგორ მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!